Სალამებით გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო UFC 327-ის შესახებ. დავაფიქსირო ჩემი აზრი ყველა ბრძოლაზე, რას ვფიქრობ, როგორ მომეწონა და ასე შემდეგ. ასევე მინდა დავაფიქსირო ჩემი პროგნოზები, რაც ვთქვი და რამდენი ახდა. მათ შორის ახლა ერთი ლეგ ფარლეი და ვინ ცოტა ასაკიანი ხალხი შეიძლება ვერ მიხვდარიყვნენ, მაგრამ ლეგ ფარლეები არის ესეთი რაღაცა. არის ერთი ფეხი, ესე ვიტყვი ქართულად, ერთი ფეხი, ამ ერთ ფეხში არის 4-3 პოზიცია და მეორე ფეხშიც იგივე 3-4 პოზიცია და ერთმანეთისთვის არ უნდა გადაგებათ და ცალ-ცალკე უნდა გაგიკეთებინათ და ვინც ცალ-ცალკე გააკეთეთ, გამოვიცანი ქრის პადილის გამარჯვება, რომელიც ფრედ გადაკეთდა, თუმცა ონლაინიდან უბრალოდ ბათილდებოდა. გამოვიცანი რატკეს დისიჟენი ონლაინი და ვოლკერის ჯონი ვოლკერი და დომინიკ რეიესის 1.5. ანუ რო გადაიზრდებოდა მინიმუმ მეორე რაუნდის მეორე ნახევრამდე. მიგეისა ჩასვლატკე და პრადო შორის რო არ მოგატყუო ჩვეულებრივი კლასიკური ბრძოლა იყო, როგორც უნდა გასცნილი იყო pay-per-view-ს კარტი, ვიც pay-per-view აღარ ქვია, მაგრამ ესე დაუძახებ. ხო, როგორც ვარაუდობდი, რატკემ სამივე რაუნდში იჭიდავა, დგომში არ დაუდგა, იმიტომ რომ პრადო იყო ზოგადად კლასიკური მოკრივე, კრივით დაიწყო კარიერა, გადაიყვან და გააკონტროლებდა და ასე შემდეგ. თუმცა მესამე რაუნდში პლუს მინუს ქულა იყო 30-26 დამთავრდა ეგ ბრძოლა და მესამე რაუნდში გული ამომივარდა თითქმის და რატო? რატკე შევიდა ფეხებში და თავი დატოვა ძალიან ცუდად დაამპრედო გილიოტინი, კარგად სუფთად აიღო გილიოტინა რა. და ალბათ ეს რომ მესამე რაუნდი არ ყოფილიყო და პირველი ან მეორე რაუნდი ყოფილიყო. რატკე წააგებდა ამ ბრძოლას? ანუ იქ ხელები გათიშული ქონა პრადოს და ახლა ზალა აღარ ქონა და ვეღარ შეკრა რა. და ზოგჯერ ისეთი იმიტაცია გააკეთა, გეგონება თაფავდაოდა, ხო? პირველი პროგნოზე რატკეს გამარჯვება, ონლაინი ვთქვი, მაგრამ decisions ვფიქრობდი, გამართლა. შემდეგი ბრძოლა ლუკუე, ვისენტ ლუკუე გასტლეუმი, ერთმა კომენტარებში დამიწერა, რა ქვია, ლუკუეს submission-ია decision-ი მშვენიერი 4x-იანი არისო და გილოცავ თუ გამოიყენე, იმიტომ რომ მართლა კაი ფიქი იყო და არ მოველოდი გასტლეუმისგან რა გააკეთა საერთოდ. ჯერ ხო ესე ბრძოლიდან ბრძოლამდე ესეთი შენელებული როგორ გახდა, ანუ გამოვშტერდი რომ უყურებდი მეთქი, აი ყველა მაგის მოძრაობა იყო დასანახი რა. ანუ ვაფშე რატო დაიწყო ჭიდაობა? იქ ფეხებში შევიდა და გადაიყვანა. რატო ეჭიდავები? ლუკუეს რატო ეჭიდავები? ჯიცერს, ფაქტიურად ჯიცერი არის რა ლუკუე. და ანუ ჯერ ხო თავი მიცა, კარგი ხო თავი მიცა, არც გაქცევის სურვილი არ ქონდა და ესე დარსი თუ ანაკონდა იყო, აღარ მახსოვს, გონი დარსზე დაიჭირა და აი მარტივად დათაფა ერთი სიტყვით და იგეგონება ფულის გამოიყო, გამოსულიო რომ თავის ფული აიღო ბრძოლის და ნაკლები ზიანით გამოსულიყო ბრძოლიდან, ეგეთი დაბეჭდილება დარჩა მე და ლუკუე დაბრუნდა კი. ქრის პადილა მერედოსი თუ მედეროსი პადილისგანაც არ ველოდი როგორც ბრძოლა კი ეგ ბრძოლა ფრე იყო თავიდან პადილმა მოიგო და ბრიუს ბაფეს უკვე ასაკი მოაწვა და ვეღარ პრაიმ ფორმაში ვეღარ არის რატო ეჩხუბა მედეროს თავისივე მოედანზე ხო? ანუ მოაიტა ეს ბრძოლა დაუწყო და რატო მესამე რაუნდში ხო აჭიდავდა და ხო რამოდენიმეჯერ გადაიყვანა, მგონი ერთხელ გადაიყვანა თუ ორჯერ აღარ მახსოვს. იჭიდავე რა და რატო არ ჭიდავდა? ესე ჰაიგარდით მიდიოდა, ხელები ჩამოშვებული არც იდაყვევის გაცვლებში და ნუ რატო ხო? ეგრე რატო ეჩეხავები? მაგის გამო ფრედ გამოცხადა ჩემი აზრით პადილმა მოიგო და ქურდობა იყო. ეგ მესამე რაუნდი 10-8 იყო. როგორც მახსოვს, მანდაც მინუს ქულად დააკლეს მედეროს თითი ატაკა თვალში და ზუსტად აღარ მახსოვს. ჩემი აზრით პირველი მოიგო პადილა, მეორე იყო მედეროსის და მესამეც პადილამ მოიგო 29-27, თუმცა არ მივესალმები მე საჯების შეფასებას და არ იყო ეგ ბრძოლა ფრე. კი, ონლაინში ქონდა პადილას გამარჯვება, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ბათილდება თუ კონკრეტულ იმას მეთოდს არ მიუთითებ. ხო, შემდეგი ბრძოლა იყო ტატიანა ლოპიგოდინესი, ტატიანა სუარეზის მჯეროდა მისი ჭიდაობის და უკვე განვითარებად შეეტყო გრეპლინგში და სამთა კიდევაც როგორც არაფერი გოდინეზი ისე გადაიყვანა. ვიცოდი რომ სტილისტიკურად ცუდი მატჩაპი იყო და ჩემ ერთ ლეგ ფარლეიში ვიძახდი ტატიანა სუარეზის უბრალოდ გამარჯვებას ან submission and decisions რა. ესეც იყო გამოვუცა აშკარად ჯაგვილის მერე უფრო ვითარდება რაც აღსანიშნავია და ხო სუარეზის ასპარეზოა მომეწონა. მათეუში გამროტი და ესტერი ბოუჩ ბრძოლას რაც შეეხება
ვიცოდი რომ განოტი გაიმარჯვებდა და ლეგ ფარლეიშიც ვიძახდი, განოტი არის დაუფასებელი თქო ძალიან კაი ჯაჭვური ჭიდაობა აქვს და სადაც ელეკაის 11 ტეიქდაუნს გაატარებს რიბოვიჩი და იქ ნასრით ჰაკპასარატი თუ ჰაკფსარატი ვიღაცამ კიდე დამწერა კომენტარებში კიდე ვერ დავიმახსოვრე ისეთი გვარი აქვს ტიპს. ისე ხვარი სალკილდი და ჰაკფსარატის გვარების ჯახი იყო ეგ ბრძოლა და ხო? აი გამროც შეეწყო ოლივეირასთან გამოცდილება და აშკარად განვითარდა მაგ ბრძოლის მერე აი ოლივეირასას გრეპლინგის გაცვლები რამდენს ნიშნავს რომ ტიპმა დაასაბმითა რიბოვიჩი ან გამიკვირდა სამეშანს ნახდა დარველოდი რა ფარლეიში ნუ სამეშანზე ან დისიჟენს ვიძახდი თავის დასაზღვევად და როგორც არაფერი გადაიყვანდა შევიდოდა პირველ ფეხში single leg takedown და გადაიყვანდა მეორე რაუნდი დაიწყო მეორეშიც გადაიყვანდა ხო ჯერ ხო პირველი მთლიანი კონტროლით წავა იყო პირველი რაუნდი და მეორეში საერთოდ დაასაბმითა და ვფიქრობ რომ რიბოვიჩი ტოპ 15-ში ვერ მოხვდება რა ან თუ რაღაც ისე კარგად განვითარდა lightweight-ში მდგომარეობები რო უცბად ტოპ 15-დან ვინმე ისეთი მიცე სტილისტიკურად კაი მატჩაპი არ გონია რომ რიბოვიჩი ტოპ 15-ში ვიხილავ და არ გონია ტოპ 15 დონის მებრძოლი ხო ეს ახლა სტილისტიკურად ცუდი მატჩიც იყო და ხო შემდეგი ბრძოლა იყო კევინ ჰოლანდი რენდი ბრაუნი აქ გამოვიცანი ანდერდოგი კევინ ჰოლანდის გამარჯვება და აი არკ ფუჩელზე წინა ლეგ ფარლეიში დამოუწყდა კევინ ჰოლანდის დაწერა და ბონუსად ტექსტით დავაწერე კევინ ჰოლანდის გამარჯვება და ვფიქრობდი რომ მოუგებდა რენდი ბრაუნს აი იცი როგორი ბრძოლა იყო ეგ რენდი ბრაუნი და კევინ ჰოლანდი იყვნენ ერთი და იგივე სტილის მებრძოლები უბრალოდ კევინ ჰოლანდს უფრო განვითარებული უნარები ჰქონდა და ერთიან ორი საფეხურით უფრო მაღლა იყო ჩემი აზრით სამივე რაუნდი მოუგო და მგონი ისე 30-27-ით შეფასდა ზუსტად აღარ მახსოვს მომეწონა კევინ ჰოლანდი რენდი ბრაუნის ნაირ მებრძოლებს ჩემი აზრით ჯერჯერობით ყოველთვის მოუგებს მეორე რაუნდში ახლოსაც იყო საბმიშენზე და ვერდიქტზე მეორე რაუნდის საბმიშენი მეწერა და ნახეთ რა ახლოს იყო აქ ნერვი მომეშალა რომ ვერ დაასაბმითა დარს ეყავდა 2-3 წუთი შეკრული ხო ერთ წუთი კევინ ჰოლანდმა გაიმარჯვა დისიჟენით დაბრუნდა და საინტერესოა როგორ წარიმართება მის კარიერა შეიძლება კიდევ ერთხელ ვიხილოთ ტოპ 15-ში არ გამოვირიცხა მაგ ვარიანტს და ხო გამოვიცანთ კევინ ჰოლანდის ლეგ ფარლეიში ვერ თქვი დამოუჭდა ფუცელზე არ მეწერა და ისე მივამატება ხო გამოვიცანთ ანდერდოგი კევინ ჰოლანდი არო პიკო პატრისიო პიტბული პირველი რაუნდი ახლო იყო და მეორე მესამე რაუნდში პიკო აკენწლა რა აშკარად პიკოს ნოკაუტი კარგად გამოვადგა იმ მხრივ რომ ბევრად უფრო კარგად ბრძოლობდა fight IQ-ის მხრივ აღარ ჩადიოდა ბევრ რისკებზე და ბრძოლის დროსაც ემოუთ გააკეთა რომ მე დავჭკვიანდი მაგ ნოკაუტის სერეო გვანიშნა და ხო მომეწონა პიკოთან 29 წლისა ჩემი აზრით ყველაფერი წინა აქ ხო ვერ დავპიკავდი 38 წლის პიტბულს და ეგრეც იყო ხო პიკო კაი მებრძოლია ჩემი აზრით ტოპ 5-ში ან ტოპ 10-ში მაინც იტრიალებს ხოლმე ჯერჯერობით უნივერსალი არის და ერთი სიტყვით ძალიან კარგი მებრძოლის შეგვემატა პიკოს სახით ფეზერვეიტში ხო შემდეგი ბრძოლა უკვე გადავიდეთ მეინზე ხო არაფერი გამომრჩა როგორც ვიცი არაფერი გამომრჩა კუბსვანსონი ნეით ლენდივერი კუბსვანსონმა გამოუცა 42 წლის მებრძოლმა ფეზერვეიტში გამოუცა კი ბოლო წუთებში დავფიქე კუბსვანსონი მაინც ჩემ ინსტაგრამ სტორიებში შეგიძლია ნახოთ თუმცა მაინც ფიქრია და YouTube-ში შევწდი ხო ნეითის შუშის ყბის მეშინოდა და რის გამოც ამ ბრძოლაში ყუყმანობდი ეს იყო კუბსვანსონის ასაკი და ნეითის ყბა კარიერა დატოვა წავიდა გამარჯვებით რამდენიმე წუთში გათიშე ხა ამ ბრძოლაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ერთი სიტყვით ულოცა კუბსვანსონს კარგი კარიერა ჰქონდა და სურობს სპორტის გარეთ კარგ და ბედნიერ ცხოვრებას ხო შემდეგი ბრძოლა იყო უკვე ჯონი ვოლკერი დომინიკ რეიესი სადაც ვიზახდი რომ ეგ ბრძოლა მივიდოდა რაუნდ ნახევ რამდენიმე თქო ანუ მეტი იქნებოდა და მინიმუმ 2 რაუნდში ბრძოლებენ თქო და როგორც ვთქვი ზუსტად ისე ახდა რომ ძალიან ფრთხილები იქნებიან თქო და იქ რაღაც ჯონი ვოლკერი დისტანციაზე იქნება ქიქებს დაარტყავს და რაღაც ფეხებს ჩაუმსხრევს თქო რა და ეგრეც იყო ანუ დისტანციას ვერ ხურავდნენ იმის შიშით რომ ვიღაცის მძიმე ვიღაცის სუსტ ყბას შეეხებოდა და პატარა მძიმე დარტყმაზეც გაითიშებოდნენ ეგრეც იყო ძალიან მოსავეზრებელ ბრძოლაში split decision-ით დასრულა და მოიგო დომინიკ რეიესმა კი ვოლკერი მქონდა დაფიქული თუმცა ჩემი აზრით ვოლკერს წაართვეს ეგ ბრძოლა არ ვიცი მე უყურებდი სხვანაირად თუ არა მაგრამ ჩემი აზრით ამ მოსაწყენა მოსაბეზრებელ ბრძოლაში სუსონა ვოლკერმა გაიმარჯვა ჩემი აზრით რა ქიქების ხარჯზე რომ მაგ ბრძოლის ძირითადი
როგორც წარიმართა ბრძოლა ის იყო ქიქები 1000 ერთხელ თუ ჰაი ქიქებს ისრონენ ხან დომინიკ რიესის თუ ჩახურავდა დისტანციას და ერთ-ორ დარტყმას გაუტარებდა ხო 1.5 დაჭდა დაჟე decision-ამდეც მივიდა ეგ ბრძოლა მე ვთქვი მინიმუმ 2 რაუნდი თქო შემდეგი ბრძოლა იყო კურტის ბლეიძი ჯოშოკიტი და ჯოშოკიტი საღოლ და რატო აჰეითებენ მაგ ტიპს თან ხვდები მაგრამ თან არ არის დასაჰეითებელი რა ჯერ ჰეივეიტს აკნინებენ და იცახიან რომ არასანახაობრივი იწონაო და იქ ალმეიდა გააძევებს ვაფშე და იქ კუნიევზე რეებს წერენ ვაფშე ეს ვინ არისო რაღაცაო და აგერ ჩამოგივიდათ კაცი ძალით აი როგორც კოლბიმ შექმნა ხო იცი თავის პერსონაჟი ეგრე შექმნა ჰუკიტმას თავის პერსონაჟი მაქსიმალურად ყიდის თავის ბრძოლებს და ცდილობს რომ სანახაობრივი გახადოს ეგ წონა მომწონს ჰუკიტი გულშემატკივრო კაი ბრძოლა ჩაატარა და ის გასათვალისწინებელია რომ ესეთი გამოუცდელზე ეს-ერთი ბრძოლა ანახა კურტის ბლეიძს პირველი რაუნდი რა კარგად დაიწყო და მეორე რაუნდში ჩემი აზრით წააგო ჰუკიტმა პირველი და მესამე ჰუკიტის იყო რა რამდენი კარგი დარტყმები გაუტარეს ერთმანეთს და აღსანიშნავია მაგათი ყბები რა ბლეიძს შემეს არა კაი ყბა მაგრამ ჰუკიტმა რაღაც თავის დაამტკიცა რომ გამძლე ყბა აქვს თუმცა რატო ჩაუნიშნეთ დერიკ ლუისთან თეთრ სახლზე კი იქ ჰუკიტის სურვილი იყო თუმცა ძალიან დიდ რისკს ხდებს აპრილში ბრძოლა და ხო თუ არ ვხვდებით თეთრი სახლის კარტი ივნისშია და 2 თვე მხოლოდ თან ესეთი ზიანი თან დერიკ ლუისი ჩემი აზრით სტილისტიკურად ძალიან ცუდი მატჩაპი არის და დერიკ ლუისი აი თუ ეგეთი გავიდა ჰუკიტი და ეგეთი დარტყმები შეჭამა დერიკ ლუისიდან ნოკაუტი გარანტირებული მგონია რა მაგრამ იქით მეორე მხარე შეიძლება ჰუკიტმა ბოქსში პირველი საბმიშენი გაიფორმოს იმიტომ რომ დერიკ ლუისი თუ ხვდება რომ თავის მეტოქეს ვერ ჯობნის წვება ან ატექნიკურ ნოკაუტებინებს ხალხს თავს ან ასაბმითებინებს რა გადავედით კომენტში აზამატ მურზაკანოვი პაულო კოშტა კი მურზაკანოვის მჯეროდა და გამიცრუა იმედები ჩემი აზრით აი კოშტაზე ერთი იმას ვფიქრობდი რომ აი დისტანციაზე ქიქები ბოდი ქიქები და ჰაი ქიქები არ სპამოს თქო და ეგრეც იყო მაგრამ ეხლა რა აზრია კაი დროსი არის ხო მესამე რაუნდში მურზაკანოვი დააფინიშა ისიც მეშინო და ეს იყო კარდიო მურზაკანოვის ხრივ იმიტომ რომ მეორე რაუნდი წამოიღო და მეს აი მეორე რაუნდში ის კაი თეიქდაუნი კაი იყო მოგვერძე რომ მოისროლა თუმცა ბულდოგ ჩოუზე რა ხელებს რატო გაიღლიეთ და რატო გაითიშა ხო საკუთარ ხელებს ეგრე როგორ დაასაბმითებ ხო მესამე რაუნდში აი უკვე ისე დააზიანა რომ აღარ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება და დაეცა და ტექნიკურ ნოკაუტით მოიგო მესამე რაუნდში კოშტამ ჩემი აზრით ლაით ჰეივეიტში ეს კოშტა საერთოდ ქამარს ვერც მიუახლოვდება არ ჯერა მაგის ჩემპიონობის თუმცა ტოპ 15-ში ტოპ 10-ში ჩემი აზრით იქნება და გადავედით მეინ კარტში ბლეკ ჯეკ როგორ მიყვარს შავი გუარი ვერ წარმოიდგენთ ჯერ ხომ აი ჩემი რეაქციები უნდა გენახათ რა აი ქიქისა მარჯვენა ფეხი ACL-ი რო გაიწვით ამეთქი ვსიო დამერხათქო არ ამჩნდება ჯერ კომენტარებში ლანძღოთქო აი რატო ფიქავდი ულბერგსო და მეორე როგორც აი 3 წელი რო წურავ ერთ მებრძოლს და X-ა ჩემპიონობა ბრძოლას ბრძოლობს და მთელი გულ შემატკივრობ ეგ მეორე საკითხია რა არ მოველოდი მეც ეგეთ კამბექს ანუ უკვე სასწაკვეთილი ვიყავი და უკვე ხელებს შევიდებდი თქო აი წააგო სამწუხაროდ თქო და აი ჩემი რეაქცია უნდა გენახათ მარცხენა ლეფტ ფუქსი რო დაიჭირა ჯერ მეთქი ირჟი რასაკეთებს ალბათ ტროლავს თქო ან რაღაც სახიობებს თქო და ან ფეხი აუსრიალდა თქო როგორ წაიქცა ეგეთ ფუქსი თქო და თან სალი ფეხის ზალით გათიშა გავგიშდი პროსტა რა იქ მე ხამეფშტები რომ დაამატა აი 5 წუთი ვიყავი ერთ ამბებში ვერ ვჩერდებოდი ყველა გავაღვიძე სახლში ერთ ამბებში ვიყავი და ხო როგორც ვარაუდობდი საერთოდ ეგ ბრძოლა რო კარგად წასულიყო ჯამთელი ულბერგით აი კიდე 100% დავწმუნდი რომ მაგ ბრძოლას მოიგებდა სტილისტიკურად იყო ძალიან ცუდი ბრძოლა იმიტომ რომ ულბერგი ძალიან კარგი დამტყმელია და წინ წამოსულ ირჟის უეჭველი დაიჭერდა მჯეროდა მაგის რა ლერთ უკები რა ჯებები თქო ვიძახდი ჩემი პროგნოზების ვიდეოებში შეიძლება გადახვიდეთ ნახოთ და ხო გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო შეიძლება ერთი წელი ვეღარ ვიხილოთ ულბერგი ოქტაგონზე და ეგ ლაით ჰეივეიტის წონა ვაკანტური გახდეს რა უიღბლო წონა ამართლა ეგ და რავი გავწურე ულბერგი ჩემპიონად და ეხა უკვე აღარ ვიცი ლაით ჰეივეიტში ჯერ რეები მოხდება ტრავმა აქვს დაისვენოს და ავსტრალიას ნუ კი ახალი ზელანდიელი არის კარლოს ულბერგი მაგრამ სიტი კიკბოქს აქვს 2 მოქმედი UFC-ის ჩემპიონი ვოლკანოვსკი და ისა ულბერგი ჯეკ დელამადალენაც ყავდა თუმცა ისლამად წართვა და გამომიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო მეტი პროგნოზებისთვის ავიდეთ მოდი 200 გამოვწერეთ რა ხო რორამე
სოციალური ქსელების ლინკი არის ბიოში, კითხვები შეგიძლია ქისაჯიზე გამოვუშვათ და გაგცემთ პასუხს, თუ არა რავი დაწერეთ და შემდეგი პროგნოზების ვიდეოში ან რომელიმე ვიდეოში ავიღებ კითხვებს და იმეებს გაგცემთ ხოლმე პასუხს. ნახვამდის დროებით და ერთი ლეგ-ფარლეი ახდა. 3 პოზიცია, თუ არ ვშთები 5.50 კუში იყო და რავი, ცუდი არ არის, ესეთ არაპროგნოზირებად ქარჩი, რომ ესეთ ლეგ-ფარლეი შეკრავ, ცუდი არ არის. ნახვამდის დროებით.